21 საუკუნის ხელნაწერ ვეფხისტყაოსანზე მუშაობის პროცესში მისმა უწმინდესობამ ბრძანა ეს ხელნაწერი რო გამოიცემა სამზითო ვეფხისტყაოსანი გახდებაო და დასძინა. ამ დიდებული ტრადიციის ასახორძინებლად აუცილებელია ერთი სამზითო ვეფხისტყაოსანიც გამოვცეთ. იმ დღიდან ძალიან ბევრს ვფიქრობდი ამ პროექტზე. ხდებოდი გამომცემლებს, ისტორიკოსებს, წერლებს, მხატვრებს, დიზაინერებს და ვჟელობდით გამოცემის სხვადასხვა ვარიანტებს. და პირველი, ვინც ამ პროექტს დიდი აღფრთოვანებით გამოეხმაურა, ეს იყო გუდიაშვილების ოჯახი. ანანო მელევამ და ელისავეტ ლორთქიფანიძემ შემოგთავაზეს დიდი ლადო გუდიაშვილის საოცარი ილუსტრაციები, კამარები, საზედაო ასოები, მინიატურები, რამაც ასე დაამშვენა სამზითო ვეფხისტყაოსანი. ვეფხისტყაოსანი პირველად გამოიცა მისი უწმინდესობის ღრმად მეცნიერული წინასიტყვაობით. ვეფხისტყაოსნის ტექსტს დართული აქვს ყველა აფორიზმი დანომრილი სტროფების მიხედვით და ვახტანგ კუპრავას განმარტებით. გამოცემა მთავრდება აკადემიკოს ავთანელ არაბულის ისტორიული კვლევით ვეფხისტყაოსნის მზითვად გატანების ისტორიაზე. დარწმუნებული ვართ, უწმინდესის წინასიტყვაობით გამოცემულ ვეფხისტყაოსანს დიდი მადლი გაყვება ყველა ახალ დაქორწინებულის ოჯახში. გენიალური იდეა ჩვენი ძვირფასი პატრიარქის, რომ ვეფხისტყაოსანს დაუბრუნდა მისი ტრადიცია და გახდა სამზითვო. გაფორმებულია ლადო გუდიაშვილის ილუსტრაციებით და ალბათ ლადო ბედნიერი იქნებოდა, რომ ამდენი წლის შემდეგ კვლავ დაიბეჭდა ვეფხისტყაოსანი მისი ილუსტრაციებით და გახდა სამზითვო. სამზითო ვეფხისტყაოსნის გამოცემა არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი კულტურის ისტორიაში, ვინაიდან ეს ტრადიცია, მზითვად გატარების ტრადიცია, ეს არის ჩვენი ვეფხისტყაოსნის დაწერის შემდეგ უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც მთელს ისტორიას მოჰყვება და აერთიანებდა როგორც ერს, ისე ბერს, როგორც ეკლესიას, ისე საერო ცხოვრებას, როგორც თავადაზნაურობას და სამეფო გვარს, ისე გლეხობას და უბრალო საზოგადოებას და ის განასახიერებდა სწორედ იმ მთლიანობას, რომელსაც ჩვენი სასულიერო და საერო პირები წარმართავდნენ ისტორიულად. ვეფხისტყაოსანი ეკლესიის მიერ მიღებული იყო როგორც წმინდა წიგნი, როგორც დიდებული წიგნი, ის სამზიდო წიგნებს შორის მოიხსენებოდა ერთ-ერთ პირველ წიგნად, წმინდა ეკლესიის 7 საიდუმლოთაგან ერთ-ერთი გახლავთ სწორედ ქორწინების საიდუმლო და მოგეხსენებათ ჯვრისწერით ხდებოდა ეს გვირგვინის დადგმით და ამაში ვეფხისტყაოსნის მონაწილეობა არის სწორედ ეკლესიის მიერ მისი წმინდა წიგნად აღიარება. ვეფხისტყაოსანი არის სიმბოლო ქართული სულისა. ტრადიცია მზითევში ამ წიგნის გატანებისა იყო ნიშანი იმისა, რომ ერი ერთიანდებოდა ქრისტიანული ფასეულობების გარშემო. ამ ტრადიციის აღდგენა კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს ერის დაბრუნებას ამ ფასეულობებთან და მასში გაერთიანებას. პატრიარქის კურთხევა, რომ განახლდეს ეს ტრადიცია, კიდევ ერთი საშუალებაა ხალხის სულიერი გამთლიანებისა. ღმერთმა დაალოცოს ამ იდეის ავტორები და ყველა, ვინც მიიღო მის განხორციელებაში მონაწილეობა.